სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, გარკვეულწილად მე მგონი ადრეც გაცა ბატონმა ჯონმა პასუხი, მე კარგად მახსოვს. ალბათ სხვებსაც ახსოვს ბატონ თეოფილე მალქიას არაერთხელ უსაუბრია ამაზე, ქალბატონ ნატალიემაც მე მგონი ახსენა ესეთი რამე. როდესაც გამოცხადების წიგნის განხილვა ხდებოდა და ასევე სხვა საუბრებში ბატონ თეოფილეს არაერთხელ უხსენებია ეს. და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა მე მგონი და ამ დროს როდესაც ეს კითხვა ისმევა დღესაც უკვე დადგა ამის საშიშროება ლაპარაკი ატომურ ომზე ბირთვულ ომზე რომლის საშიშროება ძალიან ახლოს იყო ხომ როდესაც კენედისა და ხრუშჩოვს შორის იყო დაპირისპირება გახსოვთ ხო ესე ვთქვათ ღორების ყურეს ოპერაცია, რომელიც ჩაუფლავდათ, ხო, ამერიკელებს კუბის დაპყრობა რო უნდათ. და შემდეგ განალაგეს და წავიდა იქ, მე მგონი გემი, ბირთვული, მე მგონი წყალქვეშა ნავი, რომ ახლოს მისულიყო ატომური იარაღი და ძალიან ახლოს იყო მაშინ ყველაზე მეტად ალბათ სოფლიოს ისტორიაში. და ეხლა ხანაც, როდესაც იმან გამოცადა რაკეტა პუტინმა და ასევე როდესაც ცდის რაკეტებს ჩრდილო კორეა ექნებათ რაღაცა, ნუ ხალხს ეშინია და იცმება ხოლმე ესეთი კითხვება ძალიან ხშირად. ხომ ბირთვული ომი და ქალბატონი ესეთ კითხვას ვას. გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ვარ Karen, ალბათ Karen-ი არა, Karen Talbot-ი და მაინტერესებს როგორ ჯდება ბირთვული ომი და მისი საფრთხე გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველებაში. მე ესე დავასათაურე, როგორ ჯდება ბირთვული ომი და მისი საფრთხე გამოცხადების წიგნის მოვლენებში. და ჯონ მაკარტური პასუხობს, ესე იგი თქვენ გაინტერესებს თუ როგორ ჯდება ბირთვული ომი წინასწარმეტყველებაში? ყველაზე ახლოს რაც შეგვიძლია ჩვენ ამასთან მოვიტანოთ, ეს არის მეორე პეტრეს წერილი, მესამე თავი, რომელიც ეხლახან ვახსენეთ ჩვენ, ხომ? როდესაც საუბრობდით უფლის დღესა და აი მოვლენებზე, რომელიც საბოლოოდ მოხდება და ქრისტეს საბოლოო სამსჯავრო, რომელიც მოდის ამ სამყაროს საუკუნის დასასრულს და ამბობს მოდის ის როგორც ქურდი ღამით და ამიტომ ჩვენ უნდა განვასხვაოთ დიდი ურვის ჟამი, დიდი ურვის პერიოდი, ქრისტეთ მეორედ მოსვლა და საბოლოოდ 1000 წლეულის შემდეგ უკვე ამ სამყაროს დასასრული. ესეც უნდა განვასხვაოთ ყოველთვის ამაზე გავაკეთოთ აქცენტი. რომელ მოვლენასთან არის ეს დაკავშირებული. და ნათქვამია ამ სიტუაციაში, როგორც პეტრე აღწერს, როდესაც ცა ხმაურით გადადის, ელემენტები დნება, ხურვალე სიცხით და ცეცხლით გადაიბუგება ეს ყველაფერი. და ეს არ არის მეორედ მოსვლის დიდი ურვის პერიოდი. პეტრე აქ გულისხმობს მთლიანად დედამიწის განადგურებას და ახალიცა და ახალი დედამიწა რომ მოსდევს მას. ასე რომ ბირთვული აფეთქება და მე არა ვარ მეცნიერი რომ რაღაც ჩემი ფანტაზიებით შევიდე, მაგრამ მე ესე მესმის. ბირთვული განადგურება ხდება მაშინ, როდესაც ატომი გაიყოფა. იმსხვრება, იშლება და გაყოფა ხდება ატომის, ხომ? და ძალიან დიდი ენერგია ხდება გამოყოფა მაგ დროს. და ზოგიერთები თვლიან, რომ ეს არის ამ მოვლენის აღწერა. დიდი ხმაური, ელემენტების დნობა და ზუსტად ეს ხდება ბირთვული ჰოლოკოსტის დროსაც. დაწვა, ყველაფერი ცეცხლით და ყველაფერი იხსნება, იშლება და ატომის გაყოფა ხდება ის გახლეჩილი. ასე რომ შესაძლოა ღმერთმა ერთხელ როგორც გაანადგურა დედამიწა წარღვნის შედეგად, გესმით, წყლით, ასე მეორედჯერ გაანადგურებს ცეცხლით. და როგორც მან პირველად გაარღვია ელემენტები, გახსოვთ რომ მან დაარღვია სიღრმის წყლები, ამოდიან დედამიწიდან ამოვიდნენ წყლები, ხო? ასევე ის დიდი გარსი, რომელიც ჩვენ გვაკრდა და წვიმა არასდროს არ მოსულა, ხომ? ის წყლები ჩამოიქცა ზემოდან დედამიწაზე და მთლიანად დაიფარა დედამიწა წყლებით, ხომ? ასევე შეიძლება დედამიწის ეს ელემენტები ღმერთმა ცეცხლით და ასეთ ჰოლოკოსტში მოაქციოს. რომელიც გამოიწვევს ახალი ცისა და ახალი დედამიწის გაჩენას შემდეგ, ხომ? ანადგურებს ძველს და აჩენს ახალს. და მე ნამდვილად არ ფიქრობ, რომ სამყაროს ბირთვული განადგურება შეიძლება, სრული განადგურებაზე ლაპარაკი მოხდეს ღმერთის გარეშე, რომელიღაც ადამიანის ხელით. და იცით მე რასაც გულისხმობ, რომ თითქოს და ვიღაცა პატარა ვიღაცა მომაკვდავი ადამიანი ზის და წითელ ღილაკს უნდა რომ დააჭიროს და აგვაფეთქოს ყველა და უცებ ღმერთი წამოიყურებს. უი მე ეს რა მოხდა? და როგორ დავკარგე კონტროლი ამ კაცზე
როგორ გააკეთა ეს ჩემს გარეშე. არა, მე ესე არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, მაგრამ როდესაც ჩვენ გამოცხადების წინში აღწერილ მოვლენებში მივდივართ, ხო, განაჩენი როცა არის დედამიწის 3/4 და დიდ ურვაზეა ლაპარაკი ანტიქრისტეს პერიოდში როცა მოხდება, ხო, და 3/4 ადამიანი გარდაიცვლება, მოკვდება, ხო? აი მაშინ, ხო, და 2/3 მოკვდება. შეიძლება ეს მოხდეს ბირთვული აფეთქების და ბირთვული ომების შედეგად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხანმოკლე დროში ხდება. ამ ხელა ადამიანების განადგურება სხვანაირად შეუძლებელია, ხო? და შეიძლება აქ იყოს ჩართული ბირთვული ომები და აქ მოიაზრებოდეს ბირთვული ომები, ატომური ომები, სახელმწიფოების მიერ გამოყენება. ასე რომ შესაძლებელია დედამიწის 2/3 და დედამიწის 3/4-ის განადგურება, რომელიც საკმაოდ მოულოდნელად ხდება. მოხდეს ბირთვული ატომური იარაღის გამოყენებით. მაგრამ სამყაროს საბოლოო ვამბობ, რაცაც პეტრეს აღწერს, ხო? საბოლოო ჰოლოკოსტი, საბოლოო განადგურება, დაწვა და გაქრობა ეს მხოლოდ ღმერთის კონტროლის ქვეშ არის. გასაგებია? დიახ, გმადლობთ ჯონ, გასაგებია.